ამ ვიდეოში გამოვავლენ ვინ არის საუკეთესო პოლიტიკოსი საქართველოში. რაც მონა მოქმედი, ანუ არ იქნება კოსტავა და გამსახურდია, ვინც ახლა პოლიტიკოსებენ უშუალოდ. მექნება აი ჩემპიონთა ლიგის პრინციპით, გავაკეთებ მერვე ფინალებს, მეოთხე ფინალებს, ნახევარ ფინალებს და ფინალში ვიღაცა მოიგებს. მოკლედ დავიწყოთ. ახლა გეტყვით თუ რა პრინციპით დავალაგებ პოლიტიკოსებს, ანუ რითი აჯობებს ერთი მეორეს. კრიტერიუმი მექნება შემდეგნაირი. კრიტერიუმი პირველი იქნება განზრახვა პოლიტიკოსს, ანუ რატო არის პოლიტიკაში, ანუ ქვეყანა უყვარს, პულის კეთება უნდა, მონა და არ შეუულია. პირველი იქნება ეს. მეორე კრიტერიუმი იქნება რამდენად განათლებულია და რამდენად გადმოსცემს თავის აზრებს ხალხში, ან რამდენად მიაქვს სათქმელი ხალხამდე. რაც არ უნდა უყვარდეს ქვეყანა პოლიტიკოს, თუ განათლება ხელს არ უწყობს და უბრალოდ აი სიყვარული დაკეთებს, მაინც ცუდი გამოვა საბოლოოდ, იმიტომ რომ საჭიროა განათლებული იყო პოლიტიკოსი როცა ხარ მაშინ. მესამე კრიტერიუმი იქნება თუ რამდენად იღებს ის ხალხის გადაჭერას. იმიტომ რომ თუ ქვეყანას უყვარს და განათლებულიცაა, მაგრამ თუ იმას ვერ აკეთებს, რომ ანუ ხალხში ნდობას ვერ იმსახურებს, თავის აზრებსაც ვერ გააოცლებს. ამიტომ პოლიტიკოსის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ეგეც კონდეს თან. და ასევე იქნება მეოთხე კრიტერიუმი თუ როგორი პოლიტიკური აღქმა აქვს, ანუ როგორ აფასებს მოვლენებს. აი ბევრჯერ აიგეთ ალბათ პოლიტიკოსებისგან, რომ ხალხო ეხლა ამ აქციაზე გამოდით, თორე ეხა თუ არ გამოვედით და ეხა თუ არ შევცვალეთ ეს ხელშეკრულება დაინგრევა აქაურობა და რუსეთი ვართ და რაღაცები და ანუ ეს რატო არის ცუდი, ხო? ანუ ეგრე უკვე ამჯერ მოხდა და როცა ეგეთ განცხადებას აკეთებ პოლიტიკოსი, რომ აი ეხლა თუ არა მორჩა და დაინგრა საქართველო და საბოლოო ჯამში ისე გამოიცხომე, რომ ეგ პროტესტის შედეგს არ იღებს. ხალხი ვარდება ნიჰილისტი, რომ აუ ესე იგი მართლა რუსეთში ვარ და ანუ შენ უნდა შეგეძლოს, რომ ისე გათვალო მომავალი და რაღაცნაირი პროგნოზი გააკეთო, რომ რეალისტური იყოს მეტნაკლებად და ხალხს ყალბი იმედები არ შემოუყალიბო. მოკლედ ამ 4 კრიტერიუმით შევადგენ ამ სიას. პირველი წყვილი მეგობრებო, მერვეთ ფინალების არის ზურაბ ჯაფარიძე იაგო ხვიჩიას წინააღმდეგ. ძველი თანაგუნდელები ერთმანეთის წინააღმდეგ. ნუ მოდი ახლა 4 კრიტერიუმით ერთმანეთს გავყვეთ. რაც შეეხება აი განზრახვას, თუ ვინატოა პოლიტიკაში რა. აი ჯაფარას როცა უყურებ, აი დარწმუნებული ვარ განზრახვაში, რომ ანუ მართლა უნდა რაღაც ქვეყნისთვის კარგი როა, მაგიტო პოლიტიკაში, ანუ რაღაც სხვა განზრახვას მართლა ვერ ვხედავ, რა. ამიტომ მაგაში რო ქუა დავაკლო, რომ აი რაღაც ცუდი განზრახვით არის, მაგას ვერ ვიზამ. მაგრამ აი იაგო ხვიჩიაში აი ექსავე ჭლეონში ყოველთვის რომ თვითონ თუ არ არის მოვლენების ეპიცენტრში, ანუ იმდენად ჩემი აზრით იმდენად ეგომანიაკი როჟა არის, რომ თუ აი არ გძნობს რომ ის გარშემო ტრალების პროცესი შეიძლება სადაც გამოირჩიოს მაგას და აი ინსტაგრამზე რომ დაეხმაროს ან თუნდაც არ ჩანდეს მაგრამ რაღაც საქმე აკეთოს პირიქით იწყებს ხომ გაშავებას რომ აი ხა სადაც პროტესტებზე რომ აი ეს რა არის და რაღაცა თუ არ მოგწონს შენ თვითონ გააკეთე უკეთეს მაგრამ ებოლოდ ისე ამოვარდა ეხლა ამ ყველაფრიდან და იმდენად ანუ არაფერი მის გარშემო ნიუსს აღეწერება აღარ თაყავთ არსად რომ აი აშავებს ვიდრე ეხმარება რამდენად ამ ქვეყანას რა ანუ შეიძლება იაგოს მართლა აი განზრახვა აქვს და მეტნაკლებად ჯერა კიდე მაგისის თუმცა აი ამ ყველაფერში ჯაფარას მივცემ უპირატესობას იმიტომ რომ აი მართლა გული ჯერა რომ ჯაფარასთვის თავის თავი არის და პირველი ქვეყანაა და არა როგორც იაგოს შემთხვევაში რაც შეეხება მეორე კრიტერიუმს განათლების დონე და თუ როგორ გადმოსცემს თავის იდეებს ხალხში აი ამაში ახლა იდეალური არითქო ეთერზე ვერ ვიტყვი თუმცა ჩემი ეს აი იაგოს ამას პრობლემები აქვს იმიტომ რომ აი რამდენჯერ მახსოვს აი მე თვითონ ვიყავი ადრე ძალიან ადრე გირში ხალხჭერი და აი რაღაც რეიტინგი აიზებოდა გირჩს მე იაგო გამოვიდა რაღაც საშინელებას იტყოდა აი შეიძლება მართალს მაგრამ უბრალოდ არაფერ შუაში რო არის ყველასთან საჭირო რო არ იყო აი მაგალითად თუ გახსოვთ ეს პედოფილებს რო იცავდა რომ უნდა შეეძლოს კაცს იყიდოს პედოფილებისგან ვიდეო თუ რაღაც სისულელეო იყო ანუ იმდენად არა აქვს ალღო როდის რა უნდა თქვას და ეს როდის გადმოიტანოს რაღაც იდეა თუნდაც სწორად და არასწორი ხალხთან რომ არც ჯაფარა ამაგაში თქვა საუკეთესო და იდეალური თუმცა აი შედარება არა მართლა ეგრე იყო რომ დიდი ხნის წინ რომ ანუ გირჩის რეიტინგი ჯაფარად მაღალზე იყო და მე იაგო გამოვიდა რაღაც ჩამოწევდა უკან რა ამაშიც ჯაფარა მირჩევნია და მეოთხე კრიტერიუმი თუ როგორი პოლიტიკური აღქმა აქვს და რამდენად სწორ პროგნოზებზე რაც შეეხება ამას არც ერთი არ წინავს ჩემი აზრით ამ ორში თუმცა აი აქაც უპირატესობას ჯაფარას აქვს და მოკლედ ამ წყულში ცალსახად იმარჯვებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე შემდეგი წყვილი ნიკამელია ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ აი სერიოზული წყვილია მეგობრებო აი სერიოზული ხა მე ხარ რომ მკითხოთ პირდაპირ რომელი გირჩევნიაო ნიკამელია უეჭველი რა მაგრამ მოდი გავყვეთ რაც გქონდა კრიტერიუმები მაგას აი პირველი კრიტერიუმი რაც არის განზრახვა ანუ აი ამაში აი ცალსახად ნიკამელი უკეთესი არის რა აი ვინმე სამყაროში თუ ჯერა რომ აი კობახიძე იმიტომ პოლიტიკოსი რომ უნდა რომ საქართველოს უკეთესი ქვეყანა იყოს აი მაგისი აი საერთოდ ამჯერა აი
როგორც იმიჯეა რომ 2009 წელს ჩამოვიდა ბათუმში 7 მილიონი ტურისტი დაახლოებით, მაგრამ აი შეუძლებელია ეს ამაში ნიკამელია აი ბევრად წინ არის. ეხლა მეორე კრიტერიუმი იყო განათლებული უფრო რომელია და როგორ გადმოსცემენ ამიდევებს ხალხში. აი ამაში ხა რომ დავფიქრდე, აი ყობახის განათლება ვიცით ხო, სულ თავშუქტან ის რომ დიგუშელი დორფი და რაღაც ერთის ხოლმე. მელიას განათლება არ ვიცი. როგორი ან მართლა ვიხდები და აი ხა რომ დავფიქრდე კარგად რომ აი ნიკამელიამ რაღაც ჭკვიანური აი განაი კოცების ჭამაზე რამე აი უბრალოდ თავის პონჩი რაღაც პოლიტიკური განცხადება გააკეთა რაღაცა იდეაზე ან რაღაც მართლა ვერ ვიხსენებ აი თუ არის ჩამიგდეთ და არ შევისვი, მაგრამ მართლა მგონია რომ თავის ამასებას როგორ ელაპარაკება მელია და როგორ ელაპარაკება ყობახიზე აი მაგაში მგონია რომ ყობახიზე უკეთესია და ამ კუთხით ყობახიზე მირჩევნია მელიას. მესამე კრიტერიუმი ნდობა ხალხში. აი ამაში ჩემს მელია ჯობია რა, იმიტომ რომ აი რო წარმოვიდგინოთ ეხლა ერთი სიტუაცია რომ ყობახიძე ტოვებს პარტიას და ირაკლი ყობახიძეს აქვს თავის პარტია და გადის არჩევნებზე ეგრეთ. თქვენი აზრით აი ჭერი რა არის მისი პროცენტული ჩემს აი ძალიან დაბალი, იმიტომ რომ აი ირაკლი ყობახიძემ რა უნდა მოიტანო ანუ ბარიერს რო გაახავს. აი ნიკამელეს კიდევ ყავს თავი ხაჭერები რა, აი მახსოვს როცა იყო ენმს თავმჯდომარე, ანუ იქ ბევრი ხალხი იყო, ვინც აი მელიასკენ იყვნენ და აი წურავდნენ რომ არა ნიკა უნდა იყოს. ამიტომ მგონია რომ ამ ორი პოლიტიკოსის ხაჭერა რო აი მინუს მიშა მინუს ბიზინა, თალსახად ნიკა უფრო მაღლა არის, ამიტომ ამაში ნიკა იგებს და მეოთხე კრიტერიუმია საი რომ რამდენად სწორად არის ქვამენ პოლიტიკურ მოვლენებს და როგორ პროგნოზს აკეთებენ, აი ამაში ძალიან უნდა დავფიქრდე, მაგრამ ალბათ მაინც ყობახი ეჯობია, იმიტომ რომ მელიასგან უსმენია რაღაც საშინელებები, რომ აი საქართველო აღარ არსებობს და რაღაც აი ეხლა თუ არ გამოვალთ და იქცევა ეს ქვეყანა და მე ხალხში არის ნიჰილიზმი და უბედურება და ამიტომ ამაში ყობახიძე. ნუ ორ-თორი გამოვიდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ალბათ აი უკეთესი პოლიტიკოსი, აი მარტო იმიტომ რომ განზრახვა შემთხვევით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სხვა რაღაცეები შედარებით, გამარჯვებულია ნიკამელია. შემდეგი წყვილი. კახაბერ კალაძე ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. ჩემი. დავიწყოთ ახლა განზრახვა რა, აი იცი რა არის აი კალაძის განზრახვა რომ აი უბრალოდ ჯოჯოხეთია და ბევრი ფული ვიშოვარი, აი მაგრამ აი გვარამიას განზრახვაც რომ აი გვარამია განზრახვაც რომ რაღაც ქვეყნის აი მაგაში აი ისე მეყარება ეჭვი და პირიქით რომ იყოს ახლა მოვლენები რამდენად უკეთესი იქნება, აი მაინც გონია რომ ოდნა უკეთესი განზრახვა აქვს, თუმცა აი რო გიხართ რომ ახლა ძალიან ვიხდები გვარამიასკენ მოგატყუოთ რა. მაგრამ მოდი დავტყუოთ ეს ფრედ აი ცოტა გვარამიასკენ უპირესობა დავტყუოთ. მეორე კრიტერიუმი განათლება და გადმოცემა იდეა. ამაში ხა ცალსახად გვარამია, კალაძე არის გაუნათლებელი, მეგობრებო, არაფერი წაკითხული არ აქვს, ხოლმე სარწმუნოებული ვარ, არის ჩვეულებრივი ფეხბურთელი, რომელსაც არაფერი არ ისწავლა კარიერის მერე და არც კარიერის დროს. ამიტომ აი ეს გადმოცემას რაც შეეხება, რა ვიცი, რაღაცას დაწერენ ვიღაცები და მე მიყვებათ საკმაოდ ხა თავის სამოჩვერო ვიცი შეიძლება კაი არის, იმიტომ რომ რაღაც რეიტინგის როა ხოლმე მე მაინც, მაგრამ ამაში უჭველი გვარამია რა. მესამე კრიტერიუმი ხალხის ნდობა. ნუ ამაში ალბათ გვარამი არის ყველაზე სუდი. აი ეს ეხა ვიტყვით 16 პოლიტიკოს და ყველაზე დაბალი ფულო მაგაში გვარამიას აქვს, ამიტომ უჭველი კალაძე ამაში. და მეოთხე კრიტერიუმი აი პროგნოზირება, მომავალში რა მოხდება. აი ამაში ორივე საშინელება არის რა. აი კალაძეს გასაუბროთ სანქციები გამორიცხულია და ერთ სანქციებიო დაიდოთ. და გვარამი არის აი ყველაზე სუდი რაც თქვი აი ნიჰილიზმი და დათესვაში რომ აი ხალხო ყველა გამოდით თორე გაიგვიძებ ნოვოსიბირსკში და ეგ თქვა ერთი 1000-ჯერ და ვიღაცეები მე არ გამოვიდნენ და შედეგი არ მოყვა და ეს ნიჰილიზმი დათესილი რაც არის ქართულ მოსახლეობაში არის დიდი წილი ვარამიას ბრალი. ამიტომ აი უკეთესი პოლიტიკოსი აი რახან წინა წყვილში გავიყვანე მელია, აი ამიტომ აქ გავაკალაძე რა და დამიწყოთ აფრები. და აქეთა ბადის ბოლო წყვილი ეს არის მამუკ ახალაძე ხატია დეკანოიდის წინააღმდეგ. აი ხარო ბევრი რო არ გავატრაკო, 4 კრიტერიუმი რაც თქვი, 4-ვეში 100-ჯერ უკეთესია ხატია რა. ხატია არის მართლა პოლიტიკოსი და მამუკ ახალაძე არის ბიზნესმენი, მოკლედ აი ხატია რამდენად მაგარი პოლიტიკოსი შეერებით ხაზარისთან ჩემი ახსნა არ ჭირდება ხო რაღაცა გავს უკრაინაში აქ შესაძლოა რეფორმა დაკეთებული მოკლედ ანუ პოლიტიკოსია ხაზარაძე არ არის პოლიტიკოსი ამიტომ არც ვიბალაკებ ბევრს აქ გავიდა ხატია დაკანოით შემდეგი მეროფინალური წყვილია გიგა ბოკერია ალიკო ელისაშვილის წინააღმდეგ
აი რა ვქნა რა, აი ეხა როგორ შულაპარაკი ახლობით ხატია მომყადე, შემიძლია თითქმის ეგრე არის, მანუ ეხლა ფლატ ხაზაზე არის ალიკო ელისაშვილი, თუმცა აი ვაის, მოდი მაინც შევადაროთ. განზრახვა. აი განზრახვაში ეხლა მგონია რომ აი ალიკოს დიდად არ იყვება რომ რაღაცა თუდი განზრახვა აქვს რა, ანუ აი მოღალატე კაცი და რაღაც ვერ დავაბრალებ ვერაფერს, თუმცა იგივე შემიძლია ხო ბოკერიას მართლა მჯერა რომ განზრახვა ქვეყნის კარგის რა, ამიტომ ამ კრიტერიუმში არ მივცემ რომელიმე რაღაც უცებად თქვა. აი რაც შეეხება დანარჩენ კრიტერიუმებში, აი განათლება, ლაპარაკი, გადმოცემის უნარი, დებატები, ამაში ალიკოს კი არა, გიგა ალბათ ყველა ჯობია თითქმის, ან ყველას. ასევე პროგნოზირება, პოლიტიკური აღქმა, ალღო, ამაში სახად, აი რასაც ბოკერი ამბობს, ახლა მე რაც ახლა გავიზარდი იმდენად, რომ გიგა ბოკერიას გამოშლები მახსოვს და რაღაცა ადრე ამოიტანება ხოლმე ჩემთვის, აი რაღაცა შეცდომა გავიხსენო რომ რაღაცა ის არასწორი ან ვიღაცასთან იდება და ვერ მაგას ვერ ვიხსენე. ამიტომ ანუ ისეაც სალსახაა რომ აქ გიგა უპირატესი და მეოთხე კრიტერიუმი აი რამდენად ხალხის დობა როგორ აქვს, აი აქ მოიკოჭლებს ბოკერია, თუმცა ვერც ელისაშვილი ბრწყინავს, ამიტომ ამ წყვილში სალსახად გამარჯვებულია გიგა ბოკერია. შემდეგი აუცილებელი წყვილი, რაც უნდა ყოფილიყო აქ აუცილებლად ეს არის თამარ ჩერგოლეიშვილი ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ, როგორი ბიფი არსებობს ამ შემთხვევაში და რა ერთმანეთს ესენი ვერ იტანენ, მოდი ჩვენ საერთოდ დავაპირისპიროთ რა. რაც შეეხება განზრახვას. აი რა არის, იცი? აქაც ჯერა რომ ორივეს განზრახვა საქართველოსთვის კარგი არის, თუმცა რამდენად შეუულია ლევან ხაბეიშვილს რომ მიშას გზას, ან მიშას ბრძანებას, ან მიშას რაღაცა გადაუხვიოს და თავისი ადრესად არის სწორი, ეგ თქვას და არა რაც მიშას უნდა, აი ამაში ეპარება ეჭვი. შეიძლება ესე არ არის გაბოდიშვილი ლევანთან, თუმცა ეჭვი ეპარება, ამიტომ ამაში მგონია რომ უპირატესობა აქვს თამარ ჩერგოლეიშვილს. განათლების დონე, გადმოცემის უნარი, დებატები რა შემდეგ. აი თალსახად თამარ ჩერგოლეიშვილი. ხა ეგენი რომ ერთმანეთთან ალაპარაკო და დებატო, ვერ დამაჯერებთ რომ აქ ვინმე იყოს რომ ხაბე მაჯობა, ამიტომ აქაც ჩერგო მირჩევნია მე. შემდეგ კრიტერიუმი რამდენად ხალხი მიყვება და რამდენად იპოვებს ხალხში ნდობას, აი ამაში უკვე მგონია რომ ხაბეიშვილი უკეთესი არის რა, ანუ ხაბეიშვილი მართლა ვიცი ხალხი, ვინც ანუ ბოლოს და ბოლოს აი მელიაზეც როცა იყო რომ აი მელია უნდა ყოფილიყო თავმჯდომარე პარტიის და ასევე ხაბეიშვილიც იყო თავმჯდომარე პარტიის, აი მაშინ მახსოვს რაღაც ჯგუფი იყო Facebook-ზე და იმდენ ხალხს უყვარდა და უნდოდა რომ ხაბეიშვილი ყოფილიყო, მაგრამ მინიმუმ თავის ამორჩეულში მხელა ხარაჭერა აქვს რომ აი ჩერგოლეიშვილს აი ჯერჯერობით ძალიან დავალი ხარაჭერა აქვს და უჭირს თან მოპოვება, აი ამგონია რომ აი მაგაში კარგი არის რა, ანუ მაგაში პლუს ვერ დაუწერთ ამარას რომ აი ხალხი მოყავს და უყვარდებათ. ანუ შედარებით გამოჯობესებულია ცალსახად შედარებით ძველ პერიოდთან, თუმცა ალბათ მაინც ამაში ხაბეჯობია ჯერ რა. და მეოთხე კრიტერიუმი არის პროგნოზირება და პოლიტიკური აღქმა, ამაშიც მგონია რომ თამარა უკეთესია ბევრად, იმიტომ რომ მე როცა უსმენ თამარ ჩერგოლეიშვილს შეიძლება რაღაცები არ მომწონს როგორ ლაპარაკობს, ანუ აი თუნდაც ტონიან მიმართვან რაღაც პატივისცემა რაღაცები, თუმცა აი სუბთა შინაარსო დააკვირდეთ ხოლმე როგორ აღწერს პოლიტიკურ გარემოს, მართლა თამარ არის ხოლმე ერთ-ერთი საუკეთესო ამაში რა და ამიტომ მგონია რომ აი რაღაც შეცდომა, რაღაცა ხალხის ყული დაიმედება, ამაში ვერ დავადანაშაულებ ამ ხალხს. ამიტომ ამ წყვილში გამარჯვებულია თამარ ჩერგოლეიშვილი. შემდეგი წყვილი გიორგი გახარია, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ. სტიწყვილია რა. საინტერესო და მოდი შეგავყვეთ ახლა ამ წყვილს. განზრახვა ჩემი აზრით გიორგი ვაშაძის უკეთესი არის, იმიტომ რომ გახარია, რა ვიცი, ვერ დამაჯერებს დღემდე რომ არის სუფთა ოპოზიციონერი. შეიძლება არის, მაგრამ მინიმუმ რაც გაუკეთებია ქვეყნისთვის, მე არ მჯერა ეხლა რომ აი რაც მაშინ მართლა გულით ეჯერა რომ ოცნება იყო ქვეყნის უკეთესობისკენ შემცვლელი პარტია და დაინახა 2000 რაღაცა 20 და რაღაცა წელს რო არ არის და მე ამას შეიძლება ვერ ვიჯერებ, ამიტომ ამაში უკეთესობა ვაშაძეს. მეორე კრიტერიუმი განათლება დონე და გადამოცემის უნარი. აი ამაში უეჭველი გახარია ჯობია. რა გახარიაც ხალხი გიზდება, ანუ აი შეიძლება არ არის, ანუ შეიძლება ყველაზე კარგი ამაში არ არის, ანუ არ არის პირწმინდად გულწრფელი და შემდეგ აშენებ, თუმცა როგორც ლაპარაკი გამოზდის გახარიას და როგორც ელაპარაკება თავის ამორჩეულს, უკეთესია რა. მე ხალხი ვიცი, აი მართლა არც კოცია, არც ნაცია, მაგრამ აი გახარია მაგრად ევასება და
ეგეთ ხალხს თუ მეტყვი თქვენ რომ არც კოცი არც ნაცია არის ჯუნიორ ავაშალეძე გიждდება ხმას აღარ ამოვიებ მართლა მაგრამ ამიტომ აქ გახარია რაც შეეხება ხალხის ხშირდობას ამაშიც გახარია იმიტომ რომ კაცი მარტო გამოვიდა ეხლა და აიღო იმდენივე რამდენიც ვაშაძემ და კიდე ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ და მარტო რომ გამოსულიყო იქ ვაშაძე როგორც გახარია ისე დარწმუნებული ვარ ბარიერი მათ არ იქნებოდა გადალახული და პოლიტიკური ალღო და პროგნოზირებაშიც უკეთესი გახარია უჯოლი. ამიტომ ამ წყულში გამარჯვებულია გიორგი გახარია. და ბოლო წყვილი არის ელენე ხოშტარია ცოტნე კობერის წინააღმდეგ. ნუ ყველა საყვარელი წყვილია ჯერ რაც ყოფილა ჩემი აზრით. და მოდით მათ შევადაროთ რა. აი განზრახვაში მე მართლა გულისჯერა რომ ელენეს განზრახვაც და ცოტნეს განზრახვაც არის საქართველოსთვის კარგი და მართლა გულისჯერა რომ აი ვიღაცა ბელადი არ აყავთ და ვიღაცის გამო არ მოქმედებინ რა. აი ნუ შედარებით თუ მაინც შევდაროთ, აი მგონია რომ ცოტნე არის სუპერ დამოუკიდებელი და არავის აზრი არ ახდენს მას გავლენას. ახლა უკეაც მარტოა თალყი გამოსული და მაგიტო გამოვიდა ხო თალყი და შეიძლება ელენე თავისი აზრი დათმოს რაღაცეების გამო, შეიძლება პოლიტიკურად, თუმცა მაინც მგონია უკეთესი ცოტნე არის. ამაში ჯობია ცოტნე. განათლების დონიდან გამოცემის უნარი, აი უეჭველი ცოტნე ჯობია რა. აი ცოტნე მოსწონს ისეთ ხალხს, რომელსაც ეზიზღება ჯაფარა, ნაცები, ის კოალიციაც იყო, თვითონ გირჩი არის თქვათ კოცი, მაგრამ ცოტნეს რომ მოსმენ ხოლმე, აი ის ახალგაზრდა ბიჭი კაია და აი მაგათთან რა უნდა, რაღაცა იქ ეტყვის და ნუ ელენე ხოშტარია აი ძალიან გაშავებული ტიპი არის და მგონია რომ ამაში თალსახად თუნდაც განათლებაშიც რა ცოტნე ძალიან განათლებული ბიჭი ჩემი აზრით და ამაში ცოტნე უკეთესი არის ჩემთვის. და ბოლო კრიტერიუმი ხალხის დობა, აი ამაში მგონია რომ გამოვიდეს ცალკე პოლიტიკურ პარტიად ხოშტარია და ცალკე აი ნაცები გვარამია ჯაფარას შემდეგ და ცალკე ცოტნე და აი მოაშორო ეს ხუთიანის ხმები ხოშტარიას და დატოვა ესენი ცალკე მგონია რომ უფრო მეტი ხალხი ხმას მაინც ცოტნე მიგწევს, ამიტომ ამ წყულში გამარჯვებულია ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსი ჩემს წყვილებში ცოტნე კობერიძე.